ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა რუსეთის ფედერაციას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზნით ეწვიოს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს ვიზიტი მოსკოვისა და ფხენიანის დაახლოების კიდევ ერთი დასტური იქნება. კიმ ჩენ ინის შესაძლო ვიზიტისას მასპინძელთან საუბრის მთავარი საკითხი სავარაუდოდ მოსკოვისთვის მეტი ტყვია-წამლის მიწოდება იქნება. ცივი ომის დროიდან მოყოლებული ფხენიანს დიდი რაოდენობით აქვს სხვადასხვა სამხედრო რესურსი, მათ შორის საარტილერიო ჭურვები. სამაგიეროდ კი მოსკოვი ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს. ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ცოტა ხნის წინ ფხენიანში იმყოფებოდა და მისი ვიზიტის მთავარი მიზანი სამხედრო რესურსის, მათ შორის საარტილერიო ჭურვების მოძიება გახლდათ. დიდი ალბათობით სწორედ ამავე საკითხებზე ისაუბრებენ კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი. როგორც ჩრდილოეთ კორეა, ასევე რუსეთის ფედერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებული სახელმწიფოები არიან და ბუნებრივია, რომ მათ საერთო ენა გამონახონ. კიმ ჩენ ინი რუსეთის ფედერაციას პირველად 2019 წელს ეწვია. ის როგორც წესი შეჯავშნული მატარებლით მგზავრობს.